საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოში წლიური ინფლაცია 5.2%-ში ადგენს. მიზნობრივ 3%-იან დონესთან შედარებით მაღალი ზრდა განპირობებულია სურსათის ინფლაციით. სურსათის ფასების გამორიცხვით ინფლაცია და ასევე ხისტი ფასების საზომის სხვა მაჩვენებლების მიხედვით ინფლაცია ნარჩუნდება მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ, კერძოდ მომსახურების ინფლაცია 2.5%-ში ადგენს, ხოლო საბაზო ინფლაცია 2.4%-ია. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ იმპორტირებული პროდუქტების ინფლაცია დაბალია, კერძოდ 0%. თუმცა მიუხედავად აღნიშნული ტენდენციებისა, შედარებით მოქნილი ფასების ხანგრძლივად მაღალ დონეზე შენარჩუნება და მოქნილ ფასებში სწორედ რომ სურსათის ფასები მოიაზრება, ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკს საყურადღებოდ ტოვებს. სწორედ ამ ტენდენციებიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციის პროგნოზი ზრდის მიმართულებით გადაიხედა 2025-26 წლებისათვის, კერძოდ 2025 წელს ინფლაცია დაახლოებით 4%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო 2026 წელს 3.5%-მდე დაიკლებს. სხვა თანაბარ პირობებში სურსათის ფასების გავლენას ერთჯერადი ეფექტი ექნება და ეტაპობრივად ამოიწურება. სწორედ ამ დაშვებას ეფუძნება ჩვენი ცენტრალური სცენარიც, ანუ ადგილი არ ექნება ეგრეთ წოდებულ მეორე რაუნდის ეფექტებს, როდესაც ინფლაციური ზეწოლა სხვა პროდუქტებზე და მომსახურებაზე გადადის. სწორედ ამ ტენდენციების გათვალისწინებით მიიღო მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ამჯერად კვლავ შედარებით მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების გადაწყვეტილება, თუმცა შემდგომი გადაწყვეტილება უკვე დაფუძნებული იქნება მომავალ მონაცემებზე და რისკების რეალიზებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ერთჯერადი ეფექტების გავლენა გახანგრძლივდა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მზად არის მკაცრი პოზიციის მოსალოდნელზე უფრო ხანგრძლივ შესანარჩუნებლად, ან კიდევ უფრო გასამკაცრებლად.